გამარჯობა, როგორ ახართ ძვირფასებო? რა ვნახოთ ჩემო უამაზებო დღეს. მოდით ნახოთ რისი თქმა სურს შენს მფარველს. აბა რას გვეტყვიან არკანები, ბარათები. რისი თქმა სურს მფარველს? არკანი მზე, ძვირფასებო. შენ ცხოვრებაში მოდის განახლება, იმედი, ჰარმონია, სიყვარული, ბედნიერება, გამოჯანმრთელება. შენი მფარველი შენთან არის. იმედის, განახლების არკანია, სამკურნალო ენერგიის სიმბოლოა მზე. შენ ამ შანსებს ვერ ხედავ, როგორ ჩანს, შეიძლება არც გჯერა კიდევაც რაც ამოდის, რასაც ხედავ, ან არ იღებ ამ ინფორმაციას. ძალიან დიდ სტრესში გამყოფინეს, ან ხარ ამ სტრესში. სულიერი ჰარმონია დაკარგული გაქვს. ახლა შეხედე რაც ხდება. ეს სულიერი ჰარმონია შენი 1000-ია, ხედავ? საერთოდ ისეთი არ ახარ, როგორიც ყველა, ძალიან განსაკუთრებული ხარ ადამიანი, უცხოპლანეტელივით ხარ. შენ გამოხვალ აი ამ 10 კვერთხიდან, აი ამ ტყიდან, სადაც დაიკარგე. შენ გაქვს მე-13 არკანით ძალიან სერიოზული, ძლიერი ტრანსფორმაციული პერიოდი. ამ ტრანსფორმაციაში შესული ხარ, ტრანსფორმაცია ცუდად არ ჩაივლის, კარგად ჩაივლის. იოლად მფარველი შენთან არის, ის შენთან დარჩება, შენს გვერდით. გაჩვენებს განათებულ გზას, გაჩვენებს იმ მომენტს, სადაც უნდა წახვიდე, როგორც უნდა მოიმოქმედო, როგორი გზით უნდა იარო, ვისთან როგორ უნდა ილაპარაკო, სად უნდა რა თქვა, სად უნდა წახვიდე, სად უნდა არ წახვიდე, სად უნდა იშოვო, გაყიდო, იმუშაო, ყველაფერს მიგანიშნებს და გაჩვენებს შენი მფარველი. შენთან ვარო გეუბნებიან შენს გვერდით. გაგიწევს განათებულ გზას, ამ გზაზე მიყავ ხარ. თვით სამყარო გესაუბრება. აუცილებლად დავალაიქოთ გაშლა, გამოვიწეროთ გვერდი. მიზნისკენ მიდიხარ. მეკითხებიან ხოლმე, ამოდის ხოლმე თუ არა ნეგატიური არკანების პროგნოზი. ამოდის, მაგრამ არ ვდებ, არ სჭირდება ხალხს ნეგატიური დაპროგრამირება. უკეთესია, როდესაც ვუსმენთ, რა თქმა უნდა, მე არ ვუყურებ პირადად ნეგატიურ გაშლებს ვუყურებ, ვაღიარებ, ქართველებს არ ვუყურებ, იმიტომ რომ არ მომწონს არც ერთი, ვუყურებ პოზიტიურ გაშლებს, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა ვიღებ მადლიერებით ინფორმაციას, რომელსაც მკარნახობს სამყარო. ხო, ამ შემთხვევაში მფარველზე ვშლით. თქვენი მფარველი ეგრეგორის, როგორც გინდათ დაუძახეთ ადამიანი, სულიერი სამყაროდან შეიძლება იყოს თქვენი მფარველი, ენერგია, ანგელოზი, მინიშნებებს გაძლევენ. თქვენ ხართ პენტაკლების დედოფალი, სტაბილური, ძალიან გონიერი ადამიანი, ან პენტაკლების მეფე. წლის პროგნოზში საერთოდ გქონდათ
უნდა გემუშავოთ ფინანსებთან, ფინანსები უნდა გეშავათ, კარგი განვითარება უნდა წასულიყო თქვენი ცხოვრებისეული გზის, საერთოდ ცვლილებაც უნდა ყოფილიყო ლოკაციის, დაოჯახება უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაღაცა გაქვთ აი ეს ნეგატიური ბიძგი ცოტა, მაგრამ ეს ნეგატიური ბიძგიც გეუბნებიან აი ამ ბიძგშიც კი გფარველობენ. თუ ფიქრობთ, რომ ეს ასე არ არის, მაშინ გეტყვით, რომ თქვენი მფარველი საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენ თვითონვე გაერკვიოთ რაღაცეებში, მაგრამ ისე მუდმივად თქვენთან ახლოს არის თქვენთან ახლოს. ყოველთვის თქვენთან არის თქვენს გვერდით. თქვენთან ერთად დადის მოძრაობს. მაშინაც, როდესაც უმარტო გონია შენი თავი რომ ხარ. თქვენ მისთვის ხართ ადამიანი, რომელსაც უნდა რომ ყველაფერი მისცეს, მაგრამ ხშირად უშვებთ შეცდომებს. კარნახობს ინტუიციურად გრძნობთ, რომ შეცდომას უშვებთ იმ პერიოდში, როდესაც კარნახობს მფარველი, მაგრამ მაინც უშვებთ ამ შეცდომებს, იმიტომ რომ ინტუიციას არ უსმენთ. ეს შეიძლება იყოს თუნდაც სულიერი ან ენერგეტიკული არსება, შეიძლება რაღაცა წყაროც იყოს, შეიძლება მფარველი ანგელოზი გააჩნია. ყველასთან ერთად და იგივე ხომ არ იქნება. კიდევ გეუბნებიან, რომ ყოველთვის გპასუხობთ და დაელოდე პასუხს, ის შეიძლება მოდიოდეს როგორც აზრი, როგორც სიზმარი, როგორც ენერგია, როგორც მინიშნება. ერთი სიტყვით, მეგობრებო, უყვარხართ მფარველს. გეწვევათ სიყვარული, გამარჯვება, ახალი ენერგიები, ახალი გეგმები. მადლობა მფარველებს, მომავალ შეხვედრამდე.